ვიცი, შეიძლება ეს მხოლოდ ჩემთვის და თქვენთვის ჯერ არა, მაგრამ როდესაც გაიცნობთ ადამიანს, თქვენთვისაც ის განსაკუთრებული გახდება. მე მინდა სანამ ჩვენს მონაწილეს მოვიწვევდე, სცენაზე მოვიხმო ჩვენი მეგობარი, თეატრი ფრთებზე. ხო რა ბედი ეწია ამბანის ჯადოსნურ ორდენს. ისიც ხომ გაინტერესებთ. ასოებმა შეძლეს თუ არა ჯადოსნური წიგნის დაბრუნება. ამას ყველაფერს ესო მიშველი. ამას ყველაფერს 11 აპრილს შეიტყობთ, რადგანაც 11 აპრილს აქ გვექნება დიდი კინოჩვენება ფილმის ამბანის ჯადოსნური ორდენი, რომლის ავტორი ჩვენი ძალიან დიდი მეგობარი, ახალი შანსის მფლობელი. არ ვიცი, ძალიან ბევრი ტიტულის მფლობელი გიორგი ქენქაძეა. მოდი გიორგი. სხვათაშორის გიორგიმ საკონკურსო პირ მოასწრო, რომ გადმოეგზავნა თავისი ჩანახატი, მაგრამ შემდეგ ამოგვიგზავნა დედაენაზე. მართლა საოცარი ჩანახატი და სანამ 11 აპრილს ყველანი გაიგებთ თუ რა ბედი ეწია ამ წიგნს, გიორგი წაგვიკითხავს დედაენაზე. უკვდაუბერებელი დედა. ანბანის 33 იასო დედის საზებნელად წავიდა. მათ იაკობ გოგებაშვილი დაეხმარა. მისი დახმარებით იპოვეს დედა, რომელსაც ტკბილად ჩაეხუტნენ. იაკობ გოგებაშვილმა ასოებს უთხრა: ისეთი ტკბილი ენით საუბრობთ, მოდი დედაენა დავარქვათ თქვენს დედას და მას შაგაბარებთო. ის უკვდაუბერებელი იქნება და სათუთას შეგინახავთო. მართლაც ძალიან ტკბილი ენა აქვს დედას. და შენატრიათ მის გულზე მოკალათებული შვილები. დედას 33 შვილი ყავს, 5 ხმოვანი და 28 თანხმოვანი, რომლებიც ლამაზად დედის ენაზე საუბრობენ. დედას არც ერთი ასო არ აშორდება, ყველგან ერთად დადიან. დედა და შვილები იაკობ გოგებაშვილმა დალოცან. გულში ჩაისვა და თბილი უბით ბავშვებს გადასცა. თან მადლიანი სიტყვები მიაყოლა. გაუფრთხილდით, ეს დედაენაა და კარგად მოусმინეთ. ტკბილად მოსაუბრია, უყვარს პატარების მოფერება. კარგ საუბარსაც გასწავლით და ცოდნასაც შეიძენთ მისგანო. იაკობმა ყველა ასოს თავისი სახელი მისცა. ხმოვნები ცალკე დაალაგა, თანხმოვნები ცალკე. მათ საუბრის და წერის დროს დიდი აზრი აქვს. ასოები კონა შეკრა და ლამაზი სიტყვები მიიღო, რომლებიც დედაენასთან ტკბილად გალობენ და შეუდარებენ ხმიდღუღუნებენ. ვინ მოსვლის, რამდენი კარგი ადამიანი გაზარდა დედაენამ, რამდენს მიაღებინა განათლება. დედაენა რომ არა, არ ვიცი რა ეშველებოდა
პატარებს, ვინ შეაყვარებდა ასე ძლიერ თავს. ხმაწვილი და დედაენა ისე ეანერსებოდნენ ერთმანეთს, რომ მათი დაშორება შეუძლებელია, უერთმანეთოდ არაფერს არ წარმოადგენენ. დედაენას ნებისმიერი ხმაწვილი უყვარს, მას ყველა სურს, რომ კარგად გამოზარდოს. განსაკუთრებით უყვარს ბეჯითი და დამჯერი ბავშვები, სურს, რომ ნებისმიერ ბავშვს გზა ასწავლოს და სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმაროს. მოსიყვარულე და იხბლიანი დედა გამოდგა დედაენა, ზრდის სასახელო ადამიანებს, ცოდნის მყარ საძირკველს უყრის, ნებისმიერ ცოდნას მოწყურებულ ადამიანს ეხმარება ცოდნის ტაძრის აგებაში. დედაენის ჩაყრილი საძირკველი უყევია, მასზე ცოდნის ტაძრის მყარი კედლები შენდება. გარდა იმისა, რომ გიორგი შესანიშნავად წერს და მართლა იყო დამეთანხმეთ, რომ წლოვანებასთან შედარებით მართლა ძალიან გაზრდილია. სანამ გიორგი დაგვემშვიდობებოდეს და კიდევ ერთი ლექსი წაგიკითხავდეს, ხატულად კითხულობს, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო გიორგის დედიკოს, ქალბატონ ნათია ქენქაძეს. მე ვიცი ქალბატონი ნათია, რომ თქვენ ახლა იღებთ ამ ყველაფერს, მაგრამ დამერწმუნეთ ჩვენი ოპერატორი ძიღებს, მოდით ვენდოთ ამჯერად მაინც. ამობრძანდით სცენაზე ჩვენთან, რადგანაც თქვენ ხართ დღეს ჩვენი საპატიო სტუმარი, ადამიანი, რომელიც პირველი გამოეხმაურა ჩვენ საქველმოქმედო აქციას გაიღიმეს, ჩაერთო გიორგისთან ერთად, ვიდეოებით ჩაგვიწერა და მართლა ფეხბედნიერი იყავით. ეს თქვენ ჩვენგან ეს გიორგის და ესეც გიორგის ეს დედიკოს მიეცი და ყველაზე მთავარი ჩემო ძვირფასო გიწევთ 11 აპრილს 5 საათზე შენი ფილმის ეკრანიზაციაზე ქალბატონი ნათია ბალაძის რეჟისორობით ტელესპექტაკლი ანბანის ჯადოსნური ორდენი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნათია, რას უსურვებთ ძალიან მოკლედ ჩვენს. პირველ რიგში მოგესალმებით სულ ყველას. ძვირფასი მადლობა ქალბატონო ქექტი თქვენ და ძვირფასი მადლობა ახალ შანსს, ძვირფასი მადლობა ჟურნალ ცისარტყელას, მეგობრობისთვის, ნდობისთვის, ერთგულებისთვის. თქვენგან ყოველი გამოძახილი დამერწმუნეთ, რომ ახალი მართლაც ახალი შანსია და დიდი მოტივია. გიორგის ტოლი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რისთვისაც ჩვენ მივიბრძვით. ერთმანეთის მხარ-დამხარ გისურვებთ ყველა ჯანმრთელობას, სიკეთეს, წინსვლას ცხოვრების ნებისმიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ერთად ერთმანეთის სიყვარულში, ერთმანეთს ვჭირდებით ადამიანებო, ვაკეთოთ სიკეთე, ხელი ჩავყიდოთ ერთმანეთს და ასე უფრო ლაღი და მშვენიერი იქნება ცხოვრება დამერწმუნეთ. მადლობა თქვენ. რა სიცოცხლე. დაუფიქრდები და რა სიცოცხლე. ან დაბადება, ან და სიკვდილი. თუ კი სამშობლო სიყვარულისთვის არ გიძგერს მკერდში ეგ შენი გული. მე ჩემი ქვეყნის ბედი მაღელავს, სურს დავიფერფლო მის სიყვარულში. პატრიოტული სულის კვეთება გამჯდარი არის სულსა და გულში. სამშობლოსათვის, ჩემი ქვეყნისთვის, მე ჩემი წვლილი სულს შევიტანო. ისე არ წავალ ამა ქვეყნიდან, ჩემი კვალი რომ აქ არ დავტოვო. შეიძლება კიდევ ერთ შევთავაზოთ. მოგეხსენებათ მე ვცხოვრობ დედოფლის წყაროში, საზღვრისპირა სოფელზე და ჩემი სახლიდან ძალიან კარგად ჩანს განათებული აზერბაიჯანი. ჩვენ სოფელში არის ძალიან ბევრი სალოცავი ნიში და აქედან ერთ-ერთი არის პირა ცხოველი. სადაც მე ავდივარ, სანთლებს დავავანთებლად სულობ. ჩამოჯდები და ფირს მივეცემი ხოლმე და აი ამ დროს დაიწერა ეს ლექსიც. გაღმა ნაპირი. კვირაცხოვლის გორზე ავალ, გადავხედავ მთაველებს, ალაზანი ყობს შუაზე აზერებს და ქართველებს. მინდა მიწა დავიბრუნო, რაც რომ ჩვენი ყოფილა, ეს ფიქრები მაწვალებს და გულს ეს დარდი მომიკლავს. ქურმუხის წმინდა გიორგის სალოცავს ხალხი დასდისო, ზარების რეკვაც მოისმის, ალაზნის გაღმა ნაპირსო. მადლობა იმისთვის, რომ შენც სარტყელას მეგობარი